წარმოიდგინე, რომ ცი ოთახში ზიხარ და მხოლოდ ხელით ანსაცმელი გაცვია. შემდეგ კი სველ ქსოვილებში გაგახვევენ. ასეთ მდგომარეობაში ჩვეულებრივი ადამიანი სწრაფად დაიწყებს კანკალს და სხეული გაუცივდება. მაგრამ ზოგიერთი ტიბეტელი ბერი ახერხებს, რომ მშვიდად დარჩეს და სხეული სპეციალური სუნთქვისა და მედიტაციის მეთოდით გაათბოს. 1991 წელს ჰარვარდის კარდიოლოგმა ჰერბერტ ბენსონმა შეისწავლა რამდენიმე ბერი, რომლებიც დუმოს მედიტაციას მისდევდნენ. მისმა გუნდმა გაზომა მათი სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტემპერატურა, როცა ისინი ამ ტექნიკას ასრულებდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგ ბერს შეეძლო ხელისა და ფეხის თითების ტემპერატურის 8.3 გრადუსი ცელსიუსით აწევა. ეს არნიშნავს, რომ მათი მთელი სხეული ძალიან გახურდა. ნათელია, რომ მათ შეძლეს ტემპერატურის აწევა. მათი ხელებისა და ფეხების მაღალი ტემპერატურა ეს სხეულის ის ნაწილებია, რომლებიც ჩვეულებრივ პირველები ცივდებიან, როცა გარემო ცივია. სხვა დემონსტრაციაში, რომელიც ჰარვარდ გაზეთმა გააშუქა, ბერებს ცივი და სველი ტილოთი შემოახვიეს, როცა ისინი მედიტაციას ასრულებდნენ. როდესაც ისინი პრაქტიკას აგრძელებდნენ, ნელ-ნელა ტილო შრებოდა მათი სხეულის მიერ გამოყოფილი სითბოს გამო. მაგრამ როგორ ახერხენ ამას? ამ ტექნიკას დუმო ეწოდება. ეს ტიბეტურ ბუდიზმში მოცინავე მედიტაციის პრაქტიკაა. მას ხშირად შინაგან ცეცხლსაც უწოდებენ. რადგან პრაქტიკანტს გრძნობს, თითქოს სითბო მუცლის მიდამოდან იწყება და მთელ სხეულში ვრცელდება. აქ ორი მნიშვნელოვანი რამ არის გაერთიანებული. პირველი არის ძლიერი და კონტროლირებადი სუნთქვა. პრაქტიკანტი ღრმად სუნთქავს, ცოტა ხნით აჩერებს ჰაერს და კუნთებსა და მუცელს აჭერს. ამას ვაზის სუნთქვა ეწოდება, რადგან ის გავს ჭურჭელს, რომელიც ივსება და ჰაერი სხეულის შიგნით შეკავებულია. მეორეა ვიზუალიზაცია. სუნთქვისას პრაქტიკანტი წარმოიდგენს, რომ ჭიპის ქვემოთ პატარა ცეცხლი ანთია. მათი ტრადიციის მიხედვით ისინი წარმოიდგენენ, რომ ცეცხლი ნელ-ნელა იზრდება და მისი სითბო მთელ სხეულში ვრცელდება. შეიძლება ეს მისტიკურად ჟღერდეს, მაგრამ სხეულში რეალური ცვლილებები დაფიქსირდა. 2013 წელს მკვლევარმა მარია კოჟევნიკოვმა და მისმა გუნდმა ასევე ჩაატარეს კვლევა. მათ გამოიკვლეს აღმოსავლეთ ტიბეტში გამოცდილი დუმოს პრაქტიკოსები და შეადარეს ისინი ადამიანებს, რომლებიც ასეთ მედიტაციაში გამოუცდელები იყვნენ. ზოგიერთ გამოცდილ პრაქტიკოსს სხეულის ცენტრალური ტემპერატურა 38.3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ეს ტემპერატურა მსუბუქი სიცხის ტოლია, მაგრამ იგი არ არის გამოწვეული ავადმყოფობით ან ძლიერი ფიზიკური ვარჯიშით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტექნიკას ორი ნაწილი აქვს. ძლიერი სუნთქვა ეხმარება სხეულის ტემპერატურის სწრაფად აწევაში და ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაცია და ძლიერი კონცენტრაცია ეხმარება სითბოს უფრო დიდხანს შენარჩუნებაში. როდესაც ჩვეულებრივმა მონაწილეებმა სუნთქვის ტექნიკას სცადეს, მათ ტემპერატურაც ოდნავ მოემატათ. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ტემპერატურის აწევა და შენარჩუნება ისე, როგორც იმ ადამიანებმა, ვინც წლებია ვარჯიშობს. ეს აჩვენებს, რომ მხოლოდ ფიქრი არ ხდება. სუნთქვის კუნთები მართლაც ძლიერად მოძრაობს. იცვლება გულისცემა და სხეულის სითბოს გამომუშავება იზრდება. ამასთან ერთად პრაქტიკოსი იყენებს კონცენტრაციას და ვიზუალიზაციას, რათა აკონტროლოს თავისი რეაქცია სიცივეზე. მეცნიერებას ჯერ კიდევ სრულად არ ესმის ყველაფერი, რაც დუმოში ხდება. კვლევებში მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანები მონაწილეობდნენ. მაგრამ ერთი რამ ნათელია. გრძელვადიანი ვარჯიშის, კონტროლირებადი სუნთქვისა და ძლიერი კონცენტრაციის საშუალებით, ზოგიერთი დუმოს პრაქტიკოსი ახერხებს თავისი სხეულის ტემპერატურის შეცვლას ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძნელად შესასრულებელია. ამის მიუხედავად, დუმოს ერთი ნაწილი ჯერ კიდევ სულიდევ სრულად არ აქვს ახსნილი მეცნიერებას. ეს არის ცეცხლზე ფიქრის ეფექტი. 2013 წელს ჩატარებულ ერთ კვლევაში დადგინდა, რომ ძლიერი და კონტროლირებადი სუნთქვა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სხეული თბება. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ცეცხლზე მკაფიო ფიქრი ეხმარება სითბოს შენარჩუნებაში. ჯერ კიდევ უცნობია თუ როგორ აკეთებს ამას ტვინი ზუსტად. შესაძლოა ძლიერი კონცენტრაციის გამო ადამიანს უკეთ შეუძლია სუნთქვის კონტროლი, უჯრედები და სხეულის სითბოს გამომუშავება. მაგრამ დღემდე მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს სრული ახსნა. ამ უჩვეულო უნარიდან გადავიდეთ კიდევ ერთ ტიბეტურ ტრადიციაზე, რომელიც სიკვდილს ეხება. ამას ეწოდება ციური დაკრძალვა, ანუ ჯატორი. ბევრი უცხოელისთვის ეს რიტუალი შეიძლება შემაშინებელი ან შოკის მომგვრელი იყოს. მაგრამ ზოგიერთი ტიბეტელი ბუდისტისთვის ეს პატივსაცემი და ჩვეულებრივი დაკრძალვის გზაა. როდესაც ადამიანი კვდება, ოჯახი და რელიგიური ლიდერები როგორც წესი ჯერ ლოცულობენ. შემდეგ სხეულს მიყავთ სპეციალურად დანიშნულ ადგილას, მთაში, საცხოვრებელი ადგილებიდან და მოშორებით. იქ სხეულს ამზადებენ, რათა სვავებმა შეჭამონ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში გამოცდილი და სპეციალურად მომზადებულნი არიან. მათ როგიაპა ეწოდებათ. ისინი სხეულს აჭრიან, რათა ფრინველებს უფრო ადვილად შეეძლოთ მისი ჭამა. ძნელია ამის გაგება იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ კულტურას არ იცნობს.
მაგრამ მათთვის, როცა ადამიანი კვდება, სხეული უკვე აღარ წარმოადგენს მის ნამდვილ არსს. სიცოცხლე აღარ არის. ამიტომ სხეული შეიძლება სხვა არსებებისთვის საკვებად გაიღოს. ისინი ამას ბოლოს სიკეთედ მიიჩნევენ. თუნდაც ადამიანი გარდაცვლილი იყოს, მისი სხეულით სხვა ცოცხალი არსებები სარგებლობენ. ეს ასევე დაკავშირებულია ბუდიზმის ერთ მნიშვნელოვან რწმენასთან. არაფერია მუდმივ. სხეული ბერდება, ზიანდება და ქრება კიდეც. ამიტომ მათი აზრით ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი მიჯაჭვულობა ფიზიკურ სხეულზე. არსებობს პრაქტიკული მიზეზიც თუ რატო გახდა ცის დაკრძალვა გავრცელებული. ტიბეტის ზოგიერთ ნაწილში ტიბეტის პლატო მაღალია, კლდოვანი და ძალიან ცივი. ბევრ ადგილას მიწის გათხრა რთულია, რადგან ის მყარია ან გაყინული. ხეებიც ცოტაა, ამიტომ კრემაციისთვის საჭირო შეშა არ ყოფილით. ამიტომ გახდა პრაქტიკული სხეულის სვავებისთვის დატოვება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი დაკრძალვის გზა მთელ ტიბეტში. არსებობს კრემაცია, ჩვეულებრივი დაკრძალვა და სხვა რიტუალები, რაც დამოკიდებულია ადგილზე, ოჯახზე და რელიგიურ ტრადიციაზე. არსებობს ისტორიებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კარგი ნიშანია, როცა სვავები სწრაფად ჭამენ სხეულს. მაგრამ ეს რწმენა ყველა ადგილას ერთნაირი არ არის. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით როგიაპები ხანდახან საუბრობენ ან ხუმრობენ მუშაობისას. უცხოელისთვის ეს შეიძლება უპატივცემულობად ჩანდეს, მაგრამ მათთვის ეს უბრალოდ იმ სამუშაოს ნაწილია, რომელსაც დიდი ხანია ასრულებენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პატივისცემა გარდაცვლილის მიმართ. უბრალოდ მათ სხეულსა და სიკვდილს სხვანაირად უყურებენ. აქ კი შემოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიბეტური სწავლება სიკვდილის შესახებ. ეს არის ბარდო თოდოლი. დასავლეთ სამყაროში ის უფრო ცნობილია როგორც ტიბეტური მკვდართა წიგნი, მაგრამ ეს უბრალოდ წიგნი არ არის გარდაცვლილებზე. ბარდო თოდოლი ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც გათავისუფლება შუალედურ მდგომარეობაში მოსმენით. ბარდო აღნიშნავს მდგომარეობას სიკვდილსა და შემდეგ ხელახლა დაბადებას შორის. ზოგ ტიბეტურ ბუდისტურ ტრადიციაში მიაჩნიათ, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 59 დღემდე. ეს ხოლო ბუდისტის რწმენა არ არის. ეს მხოლოდ ნაწილია ზოგიერთი ტიბეტური სწავლების შლების შესახებ ცნობიერებაზე, კარმასა და ხელახლა დაბადებაზე. გარდაცვლილის ან სიკვდილთან ახლოს მყოფი ადამიანისათვის ხმამაღლა კითხულობენ ბარდო თოდოლს. მისი მიზანია ცნობიერების გაძღოლა, რათა ის არ დაბნდეს ან არ შეეშინდეს იმ გამოცდილებების, რომლებიც როგორც ამბობენ, სიკვდილის შემდეგ ელოდება. ტექსტის მიხედვით ცნობიერებამ შეიძლება დაინახოს ძლიერი ნათება, სხვადასხვა სახის არსებები და საშიში გამოსახულებები, მაგრამ არ არის ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი უჩხულებია, რომლებიც გარედან მოდიან. ამის ნაცვლად ისინი აღწერილია როგორც საკუთარი გონების ფორმები, დამოცდილებები, რომლებიც თითქოს მოგონებებია. და ის რაღაცები, რასაც ადამიანი ვერ ანებებს თავს. ამიტომ ცნობიერებას ისევ და ისევ ახსენებენ, რომ არ უნდა შეეშინდეს. ტექსტის გზამილი მარტივია. უნდა აღიარო, რომ რასაც ხედავ შენი გონებიდან მოდის, სიკვდილის შემდეგ. ისი აიუნსაპანინივალა როდესაც ცნობიერება ცნობს ნათელ სინათლეს და არ გაურბის მას, შეუძლია მიაღწიოს გათავისუფლებას სიკვდილისა და ხელახლა დაბადების განმეორებადი ციკლიდან. ეს რელიგიური რწმენაა. ეს ჯერ არ დაუმტკიცებია თანამედროვე მეცნიერებას. ზოგიერთი ადამიანი ბარდო თოდოლის აღწერებს ადარებს სიკვდილთან მიახლოების გამოცდილებებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიკვდილს გადაუჩნენ და მოუკვდნენ ნათელ სინათლეზე, უჩვეულო არსებობაზე, ან ისეთ შეგრძნებაზე, თითქოს სხეულს არიან მოცილებულნი. თუმცა ეს აღწერები საკმარისი არ არის. ისინი ერთმანეთს გავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გამოცდილებებს ერთი და იგივე წყარო აქვს. მეცნიერებაში არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა. შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს ჟანგბადის ნაკლებობა, სისხლის ნაკადის ცვლილება, ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა ტვინში და უჩვეულო ელექტრული აქტივობა, როდესაც სხეული მძიმე საფრთხეშია. ეს საკითხი კვლავაც იკვლევა. ჯერ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ცნობიერებას შეუძლია ტვინისგან დამოუკიდებლად არსებობა. ბარდო თოდოლი ასევე არ შექმნილა როგორც სამეცნიერო ჩანაწერი იმისა, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ეს არის რელიგიური სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა ტიბეტური ბუდისტური სწავლებების და მედიტაციის პრაქტიკებიდან. წიგნი განსაკუთრებით ცნობილი გახდა ინგლისურენოვან სამყაროში 1927 წელს. მისი ინგლისური ვერსია დაფუძნებულია ლამახასი დავა სამდუკის თარგმანზე და გამოიცა უოლტერ ევან სვენცის მიერ. სახელი ტიბეტური მკვდართა წიგნი შეიქმნა იმისთვის, რომ დასავლელი მკითხველებისთვის უფრო გასაგები ყოფილიყო. ამიტომ იგი წაიკითხეს ბევრმა ფსიქოლოგმა, მწერალმა და მკვლევარმა ტიბეტს გარეთ. შემდეგში ზოგმა მის იდეები გამოიყენა ფსიქოლოგიის, სიზმრების, ცნობიერებისა და ფსიქოდელიური გამოცდილებების შესწავლაში. მაგრამ ტექსტის ნამდვილი მიზანი სხვა. ტიბეტელი პრაქტიკოსებისთვის ეს არ არის ამბავი, რომელიც ადამიანების დაშინებას ცდილობს იმ ქვეყნიურ ცხოვრებაზე. ეს არის სახელმძღვანელო, რათა სიკვდილს შიშის გარეშე შეხვდე და ისწავლო სხეულის, სახელის, მოგოლებებისა და ყველაფრის გათავისუფლება,
რასაც ადრე საკუთარ თავს უწოდებდი. დროთა განმავლობაში ზოგმა დასავლელმა მწერალმა ბარდო თოდოლი სხვაგვარად გამოიყენა. სიკვდილის სახელმძღვანელოს ნაცვლად, მათ ის ფსიქოლოგიისა და ცნობიერების ცვლილების შესწავლის საფუძვლად გამოიყენეს. მაგრამ ეს ტექსტის ორიგინალური დანიშნულება არ არის. ტიბეტელი ბუდისტებისთვის ეს შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს სიკვდილის წინაშე დგომერად და როგორც ჯერათ ცნობიერების მომდევნო მდგომარეობასთან შეხვედრისას გზამკვლევად გამოადგეს. ამის გარდა ტიბეტში კიდევ ერთი რწმენა არსებობს, რომლის დამტკიცებაც უფრო რთულია. ამას ეწოდება ცისარტყელას სხეული. ეს არის ძოგჩენის ნაწილი, რომელიც ტიბეტური ბუდიზმის ერთ-ერთი მოწინავე სწავლებაა. რწმენის მიხედვით, როდესაც გამოცდილი პრაქტიკოსი აღწევს სულიერი გაგების უმაღლეს დონეს, მისი გარდაცვალების შემდეგ მის სხეულში შეიძლება უცნაური რამ მოხდეს. ამბობენ, რომ სხეული რამდენიმე დღის განმავლობაში მცირდება, სანამ მხოლოდ თმა და ფრჩხილები დარჩება. სხვა ამბებში ამბობენ, რომ სხეული მთლიანად ქრება და სინათლედ იქცევა. ასევე არსებობს მოთხრობები ცისარტყელას სხეულის შესახებ. უცნაური სინათლე, ხმა და სასიამოვნო სურნელი ჩნდება სხეულის ახლოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს გასაგები იყოს. ჯერ არ არსებობს ცისარტყელას სხეულის შემთხვევა, რომელიც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით დადასტურდა. მეტაცილად ისტორიები მოდის რელიგიური ტექსტებიდან, პრაქტიკოსებისგან, სტუდენტებისგან და მოწმეებისგან. ასევე არ არსებობს საკმარისად ნათელი ვიდეო, სამედიცინო ჩანაწერი ან უწყვეტი სამეცნიერო დაკვირვება, რომელიც ადასტურებს, რომ სხეული სინამდვილეში სინათლედ გადაიქცა. არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა ამ ისტორიებისთვის. შესაძლებელია, რომ სხეული გადაასვენეს, დამარხეს ან დააკრემირეს ისე, რომ სხვებმა ეს ვერ დაინახეს. სასიამოვნო სუნი ასევე შეიძლება მოდიოდეს საქმეულისგან, რომელიც ხშირად გამოიყენება რიტუალებში. ამასობაში უჩვეულო ნათება ან ცისარტყელა შეიძლება გამოწვეული იყოს მზის სხივებით, ხრუბლებით, წვიმით ან გარემოს პირობებით. ასევე შესაძლებელია მოწმეებს განსხვავებულია მოგონებები ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი უკვე სჯერათ, რომ სასწაული მოხდება. მაგრამ ეს მხოლოდ შესაძლო ახსნა განმარტებებია. ჩვენ ვერ დავადასტურებ, რომ ეს ნამდვილად მოხდა თითოეულ ისტორიაში. ამიტომ სწორი გადმოცემა მარტივია. ცისარტყელას სხეული ძოგჩენის ტრადიციაში მნიშვნელოვანი რწმენაა. მაგრამ ეს ჯერ მეცნიერებით დამტკიცებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, მას მაინც დიდი როლი აქვს მათ რწმენაში. პრაქტიკოსებისთვის ეს აჩვენებს რწმენას, რომ ადამიანს შეუძლია საბოლოოდ გაათავისუფლოს თავი ფიზიკური სხეულისგან, როდესაც მიაღწევს უმაღლეს სულიერ გაგებას. არსებობს კიდევ ერთი უჩვეულო გზა, თუ როგორ შეინარჩუნეს და გაამრავლეს ტიბეტური სწავლებები. ამას თერმა ეწოდება, რაც ნიშნავს დამალულ სულიერ საგანძურს. ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული პადმა სამბჰავასთან, ინდოელ ბუდისტ ოსტატთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბუდიზმის გავრცელებაში ტიბეტში რავის საუკუნეში. ტიბეტურ ტრადიციაში მიიჩნევა, რომ მან ზოგიერთი სწავლება დამალა, რადგან იმ დროს ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად მათი გასაგებად. ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი დამალულია მღვიმეებში, კლდეებში, ტაძრებსა და სხვა ადგილებში. არსებობს ასევე ეგრეთ წოდებული გონების თერმა, როდესაც სწავლება ჩნდება პრაქტიკოსის გონებაში ხილვის ან მედიტაციის გზით. ადამიანს, რომელიც პოულობს ან იღებს ასეთ სწავლებას, თერტონი, ანუ საგანძურის გამომჟღავნებელი ეწოდება. თერმა ტრადიცია ყველაზე ძლიერია ტიბეტური ბუდიზმის ნინგმა სკოლაში. მათთვის ეს მხოლოდ ჩვეულებრივი დამალული დოკუმენტი არ არის. მათთვის ეს არის სწავლება, რომელიც დამალულია იმისთვის, რომ გამოჩნდეს მაშინ, როცა ხალხს ეს დასჭირდება. თუმცა გარედან ამის დამტკიცება რთულია. როცა ვინმე ამბობს, რომ მან მიიღო უძველესი სწავლება ხილვაში, არ არსებობს მარტივი სამეცნიერო ტესტი, რომელიც დაადასტურებს მითკიცებას. ასევე შესაძლებელია ამით ბოროტად სარგებლობაც. ადამიანს შეუძლია შექმნას საკუთარი ტექსტი და თქვას, რომ ეს არის დიდი ხნის წინ დამალური სწავლება. ამიტომაც ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ თერტონია, უბრალოდ არ მიიღება. რელიგიური საზოგადოება ასევე ამოწმებს მათ პიროვნებას, მომზადებას, სწავლებას და იმას, შეესაბამება თუ არა მათი გზავნილი ტრადიციას. თერმას მნიშვნელოვანი როლი აქვს ტიბეტურ ბუდიზმში. ეს იძლევა საშუალებას, რომ გაჩნდეს ახალი განმარტებები, ისე რომ არ ითქვას თითქოს მთელი რელიგია იცვლება. ეს გავს ძველ შეტყობინებას, რომელიც იხსნება სწორ დროს. ამ გზით ტრადიცია პასუხობს ახალ პრობლემებზე, ამავე დროს რჩება დაკავშირებული თავის წყაროსთან. დამალული სწავლებებიდან გადავიდეთ ერთ ადგილას, რომელსაც ბევრი ადამიანი ეძებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ რომანშია გამოგონილი. ეს არის შანგრილა. ხშირად მას აღწერენ როგორც მშვიდ და დამალულ ხეობას ჰიმალაიებში. აქ თითქოს ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ შორს ქაოსისგან, ავადმყოფობისა და მსოფლიოს პრობლემებისგან. მაგრამ სახელი შანგრილა არ მომდინარეობს უძველესი ტიბეტური მითიდან. ეს შექმნა ბრიტანელმა მწერალმა ჯეიმს ნათაუსიტონმა თავისი რომანისთვის „დაკარგული ჰორიზონტი“, რომელიც 1933 წელს გამოვიდა.
მოთხრობაში შანგრი-ლა არის საიდუმლო და მშვიდობიანი ადგილი, რომელიც მთებშია დამალული. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცე საფუძველი იმისა, რომ ტიბეტში ოდესმე არსებობდა ნამდვილი ადგილი, რომელსაც შანგრი-ლას ეძახდნენ. მაგრამ ასევე ჰილტონმა ეს იდეა უბრალოდ არ გამოიგონა. ტიბეტში არსებობს რწმენა ბაიულებზე, ანუ დამალულ ხეობებზე. ტრადიციის მიხედვით ეს ადგილები უსაფრთხო და წმინდა სივრცეებია, რომლებსაც მხოლოდ სულიერად მზადმყოფი ადამიანები პოულობენ. შესაძლოა ესეთმა ამბებმა გავლენა მოახდინეს. ტიბეტზე ძველი მოგზაურობის ჩანაწერებიც მონაწილეობდა შანგრი-ლას გამოგონილ იდეის შექმნაში. რომანი რო პოპულარული გახდა, ბევრი ადგილი შანგრი-ლას შეადარეს. ასევე იყვნენ მოგზაურები და მკვლევარები, რომლებიც ამბავში აღწერილ ხეობას ეძებდნენ. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰიმალაიში ლამაზი დამალული ხეობა არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილი შანგრი-ლაა. ჯეიმს ჰილტონის შანგრი-ლა გამოგონილია. ბაიულები კი ტიბეტური რელიგიური ტრადიციის ნაწილია. დამალული სამოთხის იდეა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგრამ ისინი ზუსტად ერთი და იგივე არ არის. 1938-დან 1939 წლამდე ტიბეტში ასევე ჩავიდა გერმანული ექსპედიცია, რომელსაც ერნსტ შაეფერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფის წევრები SS-ის წევრები იყვნენ და მათი მოგზაურობა ნაცისტურმა სისტემამ დააფინანსა. მათ ჩაატარეს გეოგრაფიული, ზოოლოგიური, კულტურული და ანთროპოლოგიური კვლევები. არსებობს პოპულარული ამბები, რომლებიც აჩვენებს, რომ მათი მთავარი მიზანი იყო შანგრი-ლას ან მისტიკური არიული ცივილიზაციის პოვნა. მაგრამ ნამდვილი ისტორია უფრო რთულია. ექსპედიციას შერეული ჰქონდა მეცნიერება, პროპაგანდა, რასობრივი იდეოლოგია და პირადი ინტერესი. არასწორია იმის თმაც, რომ ისინი იქ მხოლოდ ჯეიმს ჰილტონის რომანის გამო წავიდნენ. აქ ჩანს, როგორ იცვლება ამბავი გავრცელებისას. შანგრი-ლა დაიწყო როგორც გამოგონილი ადგილი. მაგრამ რადგან მაშინ დასავლელი მკითხველების უმეტესობას ტიბეტზე ცოტა რამე იცოდა, ნელ-ნელა ეს ამბავი ნამდვილი ტიბეტური ისტორიის ნაწილად მიიჩნიეს. და დღემდე სახელ შანგრი-ლას ისევ იყენებენ შორეული, შვიდი და თითქმის სრულყოფილი ადგილის აღსაწერად. არა იმიტომ, რომ მისი არსებობა დამტკიცდა, არამედ იმიტომ, რომ ის იდეა, რომელსაც ეს ადგილი წარმოადგენს, ძალიან ძლიერია. ადგილი, რომელიც დაცულია სამყაროს ქაოსისგან, თუნდაც მხოლოდ ამბავში არსებობდეს. სახელი შანგრი-ლა იმდენად მიმზიდველია, რომ ერთმა რეალურმა ადგილმაცი გამოიყენა ის ტურისტების მოსაზიდად. 2001 წელს ჩინეთის მთავრობამ იუნანის პროვინციაში ჟონგჯიანის ოლქს სახელი შეუცვალა და შანგრი-ლა დაარქვა. ეს არ ნიშნავს, რომ რომანში აღწერილი ადგილი ნაპოვნია. უბრალოდ ცნობილი სახელი გამოიყენეს, რათა ეს ადგილი მფაში ლამას ტურისტულ მიმართულებად წარმოეჩინათ. მაგრამ მანამდე, სანამ სიტყვა შანგრი-ლა გამოიგონებდნენ, ტიბეტელებს უკვე ჰქონდათ რწმენა დამალულ ხეობებზე, რომელსაც ბეუს უწოდებდნენ. ბეული უბრალოდ საიდუმლო ადგილი არ არის რუკაზე. ტრადიციის მიხედვით ეს წმინდა ხეობებია, რომლებიც შექმნილია როგორც უსაფრთხო თავშესაფარი არეულობის დროს. მიიჩნევა, რომ მხოლოდ გზის ცოდნა არ არის საკმარისი. ასევე საჭიროა, რომ ადამიანის გონება და რწმენა მზად იყოს შესასვლელად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი ამისი პემაკოა. ეს არის ვრცელი და ძნელად მისადგომი ადგილი ჩანგფუს მდინარის გარშემო სამხრეთ-აღმოსავლეთ ტიბეტში და ინდოეთის მეზობელ ნაწილში. ის გარშემორტყმულია მაღალი მთებით, სქელი ტყეებით, ძლიერი მდინარეებით და ჩანჩქერებით. მგზავრობა საშიში და რთულია. ამიტომ ეს ადგილი დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებად იყო ცნობილი რეგიონის გარეთ ცხოვრები ადამიანებისთვის. მომლოცველებისა და ბერებისთვის პემაკო მნიშვნელოვანია, რადგან ის მშვიდი და შორსაა ჩვეულებრივი ცხოვრებისგან. ასეთი ადგილი შესაფერისია ხანგრძლივი ლოცვისთვის, მედიტაციისთვის და მშვიდად დიდი შეწუხების გარეშე ცხოვრებისათვის. არ არსებობს მტკიცებულება, რომ იქ ადამიანები არ ბერდებიან ან უკვდავების საიდუმლო აქვთ. ნამდვილი მიზეზი, რატომაც პემაკო განსაკუთრებულია, უფრო მარტივია. მისი სიშორისა და მიუწვდომლობის გამო, ეს ადგილი იქცა ადგილად, სადაც ადამიანს შეუძლია დროებით დატოვოს სამყაროს ხმაური და პრობლემები. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უნარი, რომელიც ზოგიერთმა მაღალგანვითარებულმა მედიტატორმა მართლაც აჩვენა და ეს უნარი სამედიცინო აპარატურითაც გაზომეს. გარდა სხეულის ტემპერატურის მომატებისა, ჰერბერტ ბენსონის კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა მედიტაციის დროს სხეულის ჟანგბადის მოხმარება მნიშვნელოვნად მცირდება. ერთ პატარა კვლევაში, რომელიც ჩატარდა მოწინავე ბუდისტ მედიტატორებზე, ერთმა მონაწილემ დააფიქსირა მეტაბოლიზმის 64%-იანი შემცირება, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისი ნორმალური დასვენების დროს. მეტაბოლიზმი არის ენერგიის რაოდენობა, რომელსაც სხეული იყენებს ფუნქციონირებისთვის. როდესაც მეტაბოლიზმი ნელდება, სხეულს ნაკლები ჟანგბადი და ენერგია სჭირდება. ასევე ნელდება სუნთქვა და სხეულის სხვა შიდა პროცესები. ჩვეულებრივ ეს მაჩვენებლები ძილის დროს მხოლოდ ოდნავ მცირდება. ამიტომაც 64%-იანი მაჩვენებელი შესამჩნევი იყო. თუმცა მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ კვლევა მცირე იყო და მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი მედიტატორი გამოიკულიეს. ეს არ ნიშნავს, რომ ამას ყველა ბერი ან ყველა ლოვინც მედიტაციას აკეთებს შეძლებს.
ასევე ამას ჰიბერნაციას ან სიკვდილთან მიახლოებულ მდგომარეობას ვერ უწოდებთ. მედიტატორი კვლავაც ფხიზელია და აკონტროლებს მდგომარეობას, ხოლო სესიის შემდეგ სხეული ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. რაც ცხადია არის ის, რომ ზოგიერთი მაღალი დონის პრაქტიკოსი შეძლებს შეანელოს სუნთქვა და ჟანგბადის მოხმარება იმაზე მეტად, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მედიტაციაში ხდება. 1985 წელს ბენსონის ჯგუფმა ასევე გადაიღო რამდენიმე ბერი, რომლებიც ჰიმალაის მაღალ ნაწილში ციმ ღამეს ატარებდნენ. ჰარვარდის ანგარიშის მიხედვით ისინი დაახლოებით 15000 ფუტის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ და ტემპერატურა დაახლოებით 0 ფარენჰეიტამდე, ანუ თითქმის -18 ცელსიუსამდე დაეცა. მათ მხოლოდ თხელი შალი ეცვათ. ისინი კლდეებზე იძინებდნენ და ერთმანეთს არ ეკროდნენ, რომ სითბო მიეღოთ. ვიდეოში ასევე არ ჩანს აშკარად ძლიერი კანკალი. ეს შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სიცივეს აღარ გრძნობენ. მათი სხეული მიჩვეულია. მათ ხანგრძლივი ვარჯიში აქვთ და მათ ასევე შეიძლება დახმარებოდა სუნთქვა, კონცენტრაცია, პოზა და ცივ ადგილებში მიღებული გამოცდილება. ეს არც უსაფრთხოა თუ ვარჯიშისა და სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე გააკეთებთ. ძლიერი სიცივე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია, გონების დაკარგვა და სიკვდილი. ბენსონმა დაინახა, რომ მედიტაცია შეიძლება დაეხმაროს სტრესის, შფოთვის, არტერიული წნევის, ტკივილისა და სხვა მდგომარეობების შესწავლაში, რომლებიც დაკავშირებულია სხეულის რეაქციასთან სტრესზე. მაგრამ მედიტაცია არ არის წამლის, ექიმის ან ქირურგიული ჩარევის შემცვლელი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დამატებითი გზა სხეულის და გონების დასახმარებლად. დამოკიდებულია ადამიანის მდგომარეობაზე. არსებობს თანამედროვე სუნთქვის მეთოდები, როგორიცაა ვიმ ჰოფის მიერ პოპულარიზებული, რომელიც ასევე იყენებს კონტროლირებად სუნთქვას, დაუნთქვას და სიცივეში დაყოვნებას. მაგრამ ეს ზუსტად იგივე არ არის, როგორც თუმო. განსხვავებულია ვარჯიში, მიზანი, სულიერი საფუძველი და ვარჯიშის მეთოდი. რამდენიმე წუთიანი სუნთქვის ვარჯიში არ უდრის მრავალწლიან სწავლებასა და ყოველდღიურ პრაქტიკას მონასტერში. მნიშვნელოვანია ასევე ტიბეტური ბუდიზმისა და თანამედროვე მეცნიერების ურთიერთობა. დალაი ლამასა და ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა Mind and Life Institute. ბუდისტ პრაქტიკოსებსა და მეცნიერებს შორის გაიმართა საუბრები ტვინის, მედიტაციის, ემოციებისა და ცნობიერების შესახებ. ამ კვლევების მიზანი არ არის დაამტკიცოს, რომ ყველა ბუდისტური რწმენა სწორია. მიზანი არის იმის გარკვევა, თუ რომელი პრაქტიკებს აქვთ რეალური გავლენა სხეულზე და შეუძლიათ თუ არა მათ სხვა ადამიანების დახმარება. დალაი ლამამაც თავად თქვა, რომ თუ მეცნიერება ცხადად დაამტკიცებს, რომ ბუდისტური რწმენა არასწორია, ის უნდა შეიცვალოს. ეს აჩვენებს, რომ მეცნიერებასა და სულიერ ტრადიციებს შორის დაპირისპირება აუცილებელი არ არის, მაგრამ საზღვრები მაინც მკაფიო უნდა იყოს. არსებობს ისეთი რამეები, რაც იზომება, მაგალითად ტემპერატურის ცვლილება, სუნთქვა და ჟანგბადის მოხმარება. არსებობს ისეთი რამეებიც, რომლებიც მხოლოდ რელიგიური რწმენის ნაწილია. მაგალითად ცისარტყელას სხეული და სიკვდილის შემდეგი გამოცდილებები. როცა ეს ორი ერთმანეთს აერთიანებენ, ისე თითქოს ორივე დამტკიცებულია, ამბავი მცდარი და არეული ხდება. ტიბეტური პრაქტიკების ნამდვილი ღირებულება არ არის იმაში, რომ ისინი რაიმე მაგიას მალავენ. უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც ისინი გვიჩვენებენ გონებისა და სხეულის ვარჯიშის შესახებ. წლების განმავლობაში ისინი განმეორებით ასრულებენ სუნთქვას, კონცენტრაციასა და მედიტაციას. სანამ არ ისწავლიან ისეთი რეაქციების კონტროლს, რომლებიც ჩვეულებრივ ავტომატურად ხდება. მაგრამ ასეთი უნარი არ არის მოკლე გზა და მას ვერ მიიღებს სწრაფი გაკვეთილით. ტიბეტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არ არის ის, თუ როგორ მოვახდინოთ სასწაული. ეს არის ის, თუ რამდენად დიდი ცვლილება შეუძლია განიცადოს სხეულმა, როდესაც ადამიანს აქვს სწორი ვარჯიში, საკმარისი დრო და დისციპლინა, რომ ყოველდღე ერთი და იგივე პრაქტიკა შეასრულოს.